გამარჯობა, მე ვარ დათო სეხნიაშვილი, პირადი მწვრთნელი და ამ ვიდეოში ვისაუბრებთ ტაქტიკურ ფიზმომზადებაზე. განვიხილავთ, რატომ არის ძალა ყველაზე მნიშვნელოვანი ფიზიკური თვისება ჯარისკაცებისთვის, მეხანძრეებისთვის და პოლიციელებისთვის და როგორ უნდა გამოიყურებოდეს მათი ფიზიკური მომზადების პროგრამა იმისთვის, რომ მაქსიმალურად უწყობდეს ხელს თავიანთ საქმიანობაში. პირველ რიგში მოდი ვიტყვი, რატომ ვფიქრობ, რომ ძალა ნომერ პირველი თუ არა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიზიკური თვისება მაინცაა ჯარისკაცებისთვის. და იგივე ეხებათ მეხანძრეებსაც და შეიძლება ითქვას პოლიციელებსაც. თანამედროვე სამხედრო ეკიპირება იწონის დაახლოებით 36 კილოგრამს. შეიძლება მეტიც იყოს, ან ნაკლებიც, მაგრამ მოდი ვთქვათ საშუალოდ 36. მეხანძრის ეკიპირება დაახლოებით 30 კილოს იწონის. ეს რომ დავუმატოთ საშუალო ადამიანის წონას, რაც დაახლოებით 84 კილოა, გამოდის, რომ საშუალოდ მეხანძრეან ჯარისკაცი თავის ეკიპირებასთან ერთად იწონის უკვე 114-120 კილოგრამს. ახლა წარმოვიდგინოთ ომის ან ხანძრის სიტუაცია, როცა ამ მეხანძრეს და ჯარისკაცს შეიძლება მოუწიოს დაჭრილი ან გათშული ადამიანის აყვანა და გადაადგილება. საშუალო მოქალაქის წონა კაცებისთვის დაახლოებით 84 კილოა, ხოლო ქალებისთვის 73. ანუ გამოდის, რომ მეხანძრემ, რომელიც შენობაში შედის ადამიანის გამოსაყვანად, უნდა ატაროს თავისი წონა პლუს ეკიპირება პლუს ერთი ადამიანის წონა, რაც ჯამში გამოდის დაახლოებით 200 კილო. და ეს 200 კილო ძალიან მარტივად შეიძლება გადაიქცეს 210 კილოდან 220 კილოდ. ეს რა თქმა უნდა დამოკიდებულია იმ ადამიანის წონაზე, რომელიც უნდა გამოიყვანოს. ჯარისკაცებს რაც შეეხებათ, თუ გადასაყვანი ადამიანის ჯარისკაცია, მისი წონა შესაბამისად მეტი იქნება, მაგრამ მოდი ვთქვათ, რომ ესეც იგივეა. რამდენ ჯარისკაცს ან მეხანძრეს შეუძლია 200 კილოთი თავისუფლად მოძრაობა? პასუხი არის, რომ შესაბამისი ვარჯიშის გარეშე ბევრს არა. ზუსტად ამიტომ არის ძალისმიერი ვარჯიში მნიშვნელოვანი. სირბილი დააზრდებით საჭიროა, მაგრამ ასეთი წონების გადასაადგილებლად საჭირო ძალის გამომუშავება ხდება მხოლოდ მძიმე წონების აწევით. იმიტომ რომ რაც უფრო მეტია შენი მაქსიმალური შესაძლებლობა, მით უფრო მარტივია სუბმაქსიმალური წონების აწევა. მაგალითად რომ მოვიღოთ ჯარისკაცი, რომელსაც 155 კილოთი 5 გამეორება ჩაჯდომის გაკეთება შეუძლია. მისთვის არანაირი ეკიპირების ტარება ან დაჭრილი ჯარისკაცის გადაყვანა პრობლემა არასდროს არ იქნება, იმიტომ რომ მისი მაქსიმალური შესაძლებლობა ამ ეკიპირებაზე და ჯარისკაცის წონაზე ბევრად მეტია. ასევე უნდა ვიფიქროთ ტრავმის რისკებზეც. ნებისმიერ საბრძოლო სიტუაციაში უკვე დატვირთულ ჯარისკაცს მოძრაობა უწევს ქაოტურ და არაპროგნოზირებად გარემოში. იგივე ეხება მეხანძრესაც, რომელიც ცეცხლმოკიდებულ შენობაში შედის. ეს არის ზუსტად ისეთი გარემო, სადაც ტრავმის მიღება მარტივად შეგიძლია, განსაკუთრებით მაშინ, როცა დამატებით 36 კილოგრამს ატარებ. ტრავმირებული ჯარისკაცი და მეხანძრე თავის საქმეს რა თქმა უნდა ვერ შეასრულებს, ამიტომ მათი თავიდან აცილება პრიორიტეტი უნდა იყოს. ძირითადი ტრავმები ამ პროფესიის ადამიანებში გვხვდება კოჭის, მუხლის, მენჯბარძაყის, წელის და მხრების არეებში და ამ ტრავმების თავიდან არიდება შესაძლებელია, რა თქმა უნდა, ისევ ძალისმიერი ვარჯიშით. სწორი ძალისმიერი წინააღმდეგობაზე ვარჯიში არის ერთადერთი რამ, რასაც შეუძლია კუნთების და მყესების გაძლიერება, სახსრების სტაბილურობის გაუმჯობესება და ძვლების სიმკვრივის მომატება. სირბილი და კარდიო ვარჯიშებიც კარგია, მაგრამ ამ ყველაფერს სირბილი ვერ გაუმჯობესებს. რაც შეეხებათ პოლიციელებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამდენი წონის ტარება ხშირად შეიძლება არ უწევდეთ, ძალა მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამის მიზეზი ის არის, რომ ადამიანები დაკავებისას ბრძანებებს ყოველთვის არ ემორჩილებიან. უკიდურეს შემთხვევაში პოლიციელს შეუძლია გამოიყენოს თავისი ცეცხლსასროლი იარაღი, ხელკეტი ან ელექტროშოკი, რათა გაიადვილოს საქმე, მაგრამ ძალიან ხშირად ისე ხდება, რომ პოლიციელი იწყებს ეჭვმიტანილთან ჭიდაობას. ამ დროს განსაკუთრებით მაშინ, როცა პოლიციელი შესაბამისად არაა მომზადებული, ორი ცუდი რაღაც შეიძლება მოხდეს. პირველი ის არის, რომ ეჭვმიტანილი მოერიოს პოლიციელს წაართვას იარაღი და გაიქცეს, ან მეორე, პოლიციელმა გამოიყენოს არაპროპორციული ძალა და მაგალითად ესროლოს ეჭვმიტანილს, იმიტომ რომ მისი ჩვეულებრივი გზით დაკავება ვერ შეძლო. არც ერთი არ გვაწყობს. ორივე სიტუაციის თავიდან ასარიდებლად, პირველ რიგში საჭიროა სამართალდამცავების საბრძოლო ხელოვნებაში მომზადება, რათა შესაბამისი უნარები ჰქონდეს ადამიანის დასაკავებლად და მეორე, ალბათ უკვე მიხვდებოდით, არის ძალისმიერი ვარჯიში. იმიტომ რომ როცა ორი ადამიანი ერთმანეთს ფიზიკურად უპირისპირდება, სიტუაციაზე კონტროლი აქვს იმას, რომელიც არის უფრო ძლიერი და ეს ადამიანი აუცილებელია, რომ ყოველთვის იყოს პოლიციელი. მხოლოდ სწორად გაწვრთნილ და ფიზიკურად ძლიერ სამართალდამცავს შეუძლია ეჭვმიტანილის დაკავება სიტუაციისთვის შესაბამისი ძალის გამოყენებით, იმიტომ რომ ის აკონტროლებს სიტუაციას და შესაბამისად შიშისგან არ აქვს გონება დაბინდული. ახლა გადავიდეთ უშუალოდ ვარჯიშებზე. ამ დადებითი ეფექტების მისაღებად 1000-ნაირი კომპლექსური ვარჯიშის გაკეთება საჭირო არაა. სულ დაგვჭირდება 3 ვარჯიში. პირველი არის შტანგის ამოწევა, მეორე წოლჭიმი და მესამე ჩაჯდომა. რა არის განსაკუთრებული ამ ვარჯიშებში და რატომ მაინც და მაინც ეს სამი? პირველ რიგში თუ დააკვირდებით, მიხვდებით, რომ განსაკუთრებით შტანგის ამოწევა და ჩაჯდომა ასრულებენ იმ მოძრაობების იმიტაციას,
რომლებიც ამ პროფესიის ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდებათ. შტანგის ამოწევა ასრულებს რაიმე მძიმე ყუთის, მოწყობილობის ან ადამიანის მიწიდან აღების იმიტაციას, ხოლო ჩაჯდომა ასრულებს სიმძიმის ზურგით ტარების იმიტაციას. ამასთან ერთად დროის თვალსაზრისით ძალიან მომგებიანია, იმიტომ რომ მხოლოდ 3 მოძრაობით ვახერხებთ მთელი ტანის გავარჯიშებას. შტანგის ამოწევა ავარჯიშებს მთელი ტანის უკანა ნაწილს, ჩაჯდომა ავარჯიშებს ფეხებს, საჯდომს და წელს, ხოლო წოლჭიმი ავარჯიშებს მკერდს, წინადელს და ტრიცეპს. სამივე ვარჯიში სრულდება შტანგით, რაც იმას ნიშნავს, რომ მარტივად დატვირთვადი და სტაბილური ვარჯიშებია და ბოლოს მინიმალური ვარჯიშების რაოდენობა გვაძლევს მთელი პროცესის სტანდარტიზაციის საშუალებას. ანუ 100 კაცი თუ მყავს გასაწვრთნელი, ჯობია მინიმალური ვარჯიშების რაოდენობა მქონდეს არჩეული, იმიტომ რომ სწავლების პროცესი ყველასთვის მარტივად გამეორებადი და ხელმისაწვდომი უნდა იყოს. 100 კაცი სხვადასხვა ვარჯიშს თუ აკეთებს, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მოწესრიგება ძალიან რთული იქნებოდა. რაც შეეხება უშუალოდ ვარჯიშის პროგრამას, ჩვენი მიზანი არის ძალის მომატება, ამიტომ ვარჯიშის პროგრამაც იქნება ამ მიზნის შესაბამისი. კვირაში იქნება 3 ვარჯიში, ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს და 3-ვე დღე იქნება მთლიანი ტანის დღე. ანუ დარბაზში ყოველ მისვლაზე უნდა გააკეთოთ წოლჭიმი, შტანგის ამოწევა და ჩაჯდომა. დასაწყისისთვის მეტი ვარჯიშების დამატება საჭირო არაა, იმიტომ რომ რაც უფრო მეტია ვარჯიში, მით უფრო მეტი დრო სჭირდება მათ ტექნიკის სწავლას. ამიტომ ჯობია მარტო ის ვაკეთოთ, რაც მართლა საჭიროა. ვარჯიშების თანმიმდევრობას რაც შეეხება, ის ყოველთვის იქნება ერთნაირი. პირველი იქნება შტანგის ამოწევა, მეორე წოლჭიმი და მესამე ჩაჯდომა. და ამ თანმიმდევრობას თავისი მიზეზი აქვს. პირველი შტანგის ამოწევა იმიტომ არის, რომ ამ სამიდან ყველაზე რთულია და ბოლოს თუ გააკეთებ საკმარისი ძალა აღარ იქნება რომ ეფექტურად გააკეთო. მეორე არის წოლჭიმი, იმიტომ რომ წოლჭიმისთვის საჭირო კუნთები არანაირად არ იკვეთება შტანგის ამოწევისთვის საჭირო კუნთებთან, ანუ პირველ ვარჯიშზე რა კუნთებიც დაიღალა წოლჭიმის დროს ისვენებს და ემზადება ბოლოს ჩაჯდომისთვის. ახლა ვნახოთ მისვლების და გამეორებების რაოდენობა. შტანგის ამოწევა იქნება გახურება და მხოლოდ ერთი სამუშაო მისვლა, იმიტომ რომ ამაზე მეტი ზედმეტად დამღლელი იქნება, განსაკუთრებით როცა კვირაში 3-ჯერ ვაკეთებთ ამ ვარჯიშს. წოლჭიმი იქნება გახურება და 3 სამუშაო მისვლა, ესეც 5 გამეორებით და ბოლოს ჩაჯდომაც გახურება და 3 სამუშაო მისვლა, მხოლოდ 5 გამეორებით. ვარჯიშებისთვის წონის შესარჩევად დაიწყეთ მსუბუქი წონით და ნელ-ნელა გაზარდეთ, სანამ 5 გამეორების გაკეთება არ გაგიჭირდებათ. როცა ისეთ წონას მიაღწევთ, რომ 5-ზე მეტს ვეღარ აკეთებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის თქვენი სამუშაო წონა. ყველა ვარჯიშზე მხოლოდ 5 გამეორებას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ძალის გასავითარებლად საჭიროა მძიმე წონების აწევა. ანუ 5 გამეორებაზე ბევრად მეტს თუ აკეთებ, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს წონა საკმარისად მძიმე აღარაა. და საბოლოოდ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც უნდა გააკეთოთ ძალის მოსამატებლად არის დარბაზში ყოველ მისვლაზე 3-ვე მოძრაობისთვის 2.5 კილოს დამატება მაინც. ამას ქვია პროგრესული დატვირთვა. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ვარჯიში დროთა განმავლობაში ყოველთვის უნდა რთულდებოდეს. და რახან ჩვენი მიზანი ძალის მომატებაა, ვარჯიშს გავართულებთ წონების გაზრდით. ამ ვიდეოსთვის სულ ეს არის. თუ კითხვები გექნებათ, შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში და გიპასუხებთ. თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი, რომ შემდეგი არ გამოტოვოთ.